ახალი Toyota Hilux-ის გამოსვლა საავტომობილო სამყაროში ყოველთვის დიდი მოვლენაა. დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ პიკაპების კლასში ერთი დიდი ეპოქა მთავრდება და ახალი დიდი ერა იწყება. Toyota's ეს ლეგენდარული პიკაპი მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოდის და ამ ხნის მანძილზე ყველაფერი აქვს დამტკიცებული, რაც კი დასამტკიცებელი იყო. 27 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით Hilux-ი ყველა დროის ერთ-ერთი ბესტსელერი და ძალიან განსაკუთრებული მოდელია. Hilux-ის ფენომენი დაახლოებით იგივეა, რაც მაგალითად მუსიკაში Beatles-ის. Toyota Hilux-ი უკვდავი კლასიკაა, როგორც Beatles-ი. Beatles-მა მუსიკის ისტორია შეცვალა, Hilux-მა კი პიკაპებში დაამკვიდრა ახალი სტანდარტი. ყველა კონკურენტს მასთან უწევს შედარება. ამ ხნის განმავლობაში Toyota Hilux-ი იქცა გამავლობის, გამძლეობის, საიმედოობის, ერთი შეხედვით გადაულახავი ბარიერების გადალახვის სიმბოლოდ. რევოლუციური ცვლილებები Toyota Hilux არ ჭირდებოდა, მაგრამ ჭირდებოდა უკვე ევოლუციური ცვლილებები. და ახლა Toyota-მ წარმოადგინა ახალი თაობის, მე-9 თაობის Toyota Hilux-ი, რომელიც უკვე საქართველოშია და ხელმისაწვდომია სამივე ოფიციალურ ცენტრში: Toyota ცენტრ თბილისში, Toyota ცენტრ თეგეტასა და Toyota ცენტრ ბათუმში. Toyota Hilux-ი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ჩვენი ქვეყნის რელიეფისთვის ზედგამოჭრილი პიკაპია. ძალიან დიდი ალბათობით დაამტკიცებს ესეც. იმიტომ რომ არ მხოლოდ შენარჩუნებული აქვს ის ყველაფერი, რის გამოც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში აღფრთოვანებას იწვევდა, არამედ გაუმჯობესებულია ყველა ტექნიკური თუ მექანიკური მიმართულებით. და რაც მნიშვნელოვანია, კომფორტის თვალსაზრისით განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა. ახალი მოდელი ყველა ვერსიაში ორმაგი კაბინით და 4-კარიანი ზარით იწარმოება. Hilux-ის ზომები, წონა არ შეცვლილა და ფაქტობრივად თითქმის იდენტურია წინამორბედი მოდელის. სამაგიეროდ სრულიად შეიცვალა მისი ექსტერიერის დიზაინი. და ამას თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ. მართლაც აბსოლუტურად განსხვავებული ავტომობილია ვიდრე წინა თაობის Hilux-ი. ახალი პროპორციები, ახალი მკაფიო დიზაინი, უფრო გამოკვეთილი იერი. Toyota დიზაინის ამგვარ კონცეფციას ასე უწოდებს: tough and agile, ანუ მტკიცე და მარჯვე. განსაკუთრებით შთამბეჭდავად, რა თქმა უნდა, წინა ნაწილია განახლებული. აი დააკვირდით, აი ამ ვიწრო LED მაშუქებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია აი ამ ჰორიზონტალური პანელით, რომელზეც არის კლასიკური წარწერა Toyota. აი ასე, კლასიკურ სტილში, აქაც კლასიკა. გარდა ამისა, ახალი 6 კუთხა რადიატორის ცხაურა, მასიური ბამპერი და ასევე, ცოტა გვერდით თუ გადავინაცვლებთ, აი ეს საბურავების თაღები უფრო ესეთ ბრუტალურ ვიზუალს და იერს ანიჭებს Hilux ვიდრე ჰქონდა წინამორბედს. განახლებულია საფეხურები და განახლებულია უკანა ბამპერის აი ეს საფეხურებით, რომლითაც უნდა ახვიდეთ საბარგულის განყოფილებაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, Hilux-ში ეს არის პიკაპი. ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ ჩვეულებრივ, ესე ვთქვათ, სუფთა ვერსიას, თეთრი შეღებილი ზედაპირით და რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა ვერსიები, იგივე შავი, უფრო მტკიცე და გამძლე ზედაპირით და სხვადასხვა ბევრი დანიშნულების ვარიაციები Toyota Hilux-ის საბარგულის განყოფილებაში. ახლა კი გადავინაცვლოთ სალონში, იმიტომ რომ იქ უფრო საინტერესო სიახლეებია და მე დავიძრათ და ვისაუბროთ, როგორ დადის, როგორი გამოვლობა აქვს, რამდენ სწავს და ასე შემდეგ. ოდი ჯერ სანამ დავიძრებით ადგილზე გაჩერებულზე ვნახოთ რაღაცეები, იმიტომ რომ მე უკვე მართვის დროს გამიჭირდება ყველაფრის ისე კარგად ახსნა და ჩვენება, როგორც ახლა გაჩვენებთ.
ამიტომ მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ. ძალიან ბევრი რამ დაემატა Hilux და ამას ნაკლებად ელოდებოდნენ შეიძლება ბევრი მომხმარებლები, იმიტომ რომ Hilux-ი როგორც წესი არ აღიქმებოდა აქამდე რაღაცა ძალიან კომფორტის დეტალების მქონე ავტომობილად შიგნით. ჰქონდა ყველაფერი ის, რაც აუცილებელი იყო და არა უმეტეს. აი ასეთი ფილოსოფია ჰქონდა აქამდე Hilux და ახლა მისი ინტერიერი გადაიქცა გაცილებით უფრო კომფორტულ და გაცილებით უფრო ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ ავტომობილის ინტერიერად. კარგი, მოკლედ, დავიწყოთ რა ხდება. პირველ რიგში სალონი არის მთლიანად განახლებული და ზოგადად ინტერიერზე მუშაობისას ფილოსოფია იყო Land Cruiser-ისკენ ინსპირაცია იყო Land Cruiser-ის შთაგონების წყარო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დეტალში იგრძნობა ეს ყველაფერი, როდესაც Hilux-ი უფრო მეტად Land Cruiser-ული გახდა ინტერიერში. ეს ყველაფერი იწყება პირველ რიგში საჭიდან, რომელიც არის სრულიად განსხვავებული, უკვე სრულიად ახალი, ღილაკების ახლებური განლაგებით. მაგალითად, აქ აქვს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ყველაფერი ის, რასაც ელოდებით, როგორც წესი Land Cruiser-ში და საჭეც არის განახლებული. აქვს უკვე ციფრული ეკრანები, აი ეს პირველი მაჩვენებელთა დაფაც, რომელიც არის მძღოლის წინ არის ციფრული და სხვათა შორის მისი დიზაინი არის გამოხატულება იმისა, რომ აი მექანიკა და მექანიკური მიდგომები Hilux-ში. დიზაინიც არის აი რაღაცა სახრახნისის დიზაინში გადაწყვეტილი და ესეც ჩემთვის პირადად როდესაც ჩავჯექი ამ მანქანაში, პირველი ეს შევამჩნიე, რომ ციფრულია, მაგრამ არის ისეთი დიზაინის მქონე, რომელიც ზუსტად Hilux-ს უხდება. აი ეს დიდი ეკრანი 12.3 დუიმიანი, შესანიშნავი გრაფიკით, რომელსაც Hilux-ში ასევე ნაკლებად ელოდებოდნენ ალბათ მომხმარებლები და განვაგრძოთ მარტივად ყველაფერი. რამდენი რამე აქვს ამ მანქანას? მაგალითად, უსადენო დამტენი ტელეფონის, USB-C პორტები 2 ცალი. აი აქ კლიმატ კონტროლის ღილაკები. აი ამ განყოფილებაში. აქედან ვრთავთ ჩვენ უკვე 4x4 სისტემას და პლუს დამადაბლებელ გადაცემას. აქვე მარტივად და ინტუიციურად ზუსტად აი აქ არის, აი უმარტივესად, აი აქ ღილაკი, რომლითაც ჩვენ ვრთავთ უკანა დიფერენციალის ბლოკირებას. Start-stop სისტემაც აქვს, მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გათიშვაც. აქ არის ასევე 3 რეჟიმი, ეკო, ნორმი და სპორტიც კი, მაღალ კომპლექტაციაში. რა თქმა უნდა, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რა თქმა უნდა და მე ძალიან მიხარია, რომ ზუსტად მექანიკით დავიარო, იმიტომ რომ იშვიათი გახდა მექანიკური კოლოფები და Hilux-ი და მექანიკა ეს განუყრელი ფენომენია და ძალიან კარგია, რომ ესეც არის. სავარძლების გათბობა, საჭის გათბობა მაღალ კომპლექტაციაში, რასაც ალბათ Hilux-ში ნაკლებად ელოდებოდით და ძალიან ბევრი პრაქტიკული გადაწყვეტილება. ესეთი სათავსოები, ჭიქის ჩასადები, რომელიც შეგიძლიათ დახუროთ, აი აქ უკეთესად გამოჩნდება და გააღოთ. ზემოდან აი ეს სათავსო, ქვემოდან რა თქმა უნდა მთავარის დიდი სახელთათმანე. ნებისმიერ ვერსიაში ახალ Hilux აქვს Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერა ძალიან სწრაფი დაკავშირებით, დაახლოებით 4 მაქსიმუმ 5 წამში დაკავშირებულია თქვენი ტელეფონი მანქანასთან და კამერა, ეკრანი, 360-იანი კამერა, აქ მარცხნიდან ირთვება ოღონდ. გამოდის უკვე ეკრანზე 360 გრადუსიანი კამერის სურათი. ძალიან ხარისხიანი ინტერიერი და მე თამამად ვიტყვი, რომ Hilux-ის სალონი პირველად ავიდა განვითარების აი ასეთ საფეხურზე, რასაც მარტივად და ძალიან სწრაფად შეამჩნევენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც მართავდნენ წინა, ან მით უმეტეს იმის წინა თაობის Hilux. აი ეს ხელის მოსაკიდებელი, რა თქმა უნდა, აქ არის და ძალიან პრაქტიკული და მაგარია. როგორ ზივართ უკან, ეხლა უკან რა თქმა უნდა Hilux-ში მეფურად ვერ დაждები და ადგილიც არ გაქვს ბევრი რომ ეს რაღაცა უკანა სავარზლის საზურგე გადაწიო, მაგრამ აი ყველაფერს გათვალისწინებით რომ ეს არის პიკაპი და რეალურად უკან ჯდომა აქვს რაღაცა ზეკომფორტული არ უნდა იყოს, მაინც ძალიან კარგად ზიხარ ახალ Hilux-ში და რა თქმა უნდა გაქვს თავარი კომფორტი, თავარი რა, კომფორტი, 2 USB-C პორტი არის აქაც და ესეთი სათავსოც. მე მინდა გაჩვენოთ პრაქტიკული გადაწყვეტილება. რაკიღა ამას აქვს პიკაპის საბარგული, რაღაც სათავსოები არის სავარზლის ქვემოთ. და აი ესე მარტივად ავწევთ აი ეს პატარა ღვედი, რომლითაც ესე მივამაგრებთ უმარტივესად, როგორ სიმაღლესაც გვინდა. და აქაც გვაქვს დამატებითი სათავსოები რაღაცების ჩასადება და
იქით ამ მხარეს თუ ავწევთ, იქ უკვე არის დომკრატი და სხვა ესეთი ხელსაწყოები, რაც შეიძლება დაგჭირდეს მაგალითად საბურავის გამოსასვლელად და ასე შემდეგ. სულ ეს არის. დავიზრათ, წავედით. ესეც ასე დავიძარით უკვე და ამ შემთხვევაში მე ვზივარ უკვე ოდნავ კი არა კარგად დაბალი კომპლექტაციის მქონე Hilux-ში ეს არის ფაქტობრივად საწყისი კომპლექტაცია ერთ-ერთი წეღან როცა სალონი მიმოვიხილე ის იყო ფაქტობრივად ტოპ კომპლექტაცია ამიტომ ორი სიტყვით სანამ გადავალ ძრავებზე და ასე შემდეგ ორი სიტყვით აუცილებლად ვთქვათ ამ სალონზეც რა ეს არის უკვე ფაქტობრივად მინიმალისტური რაც კი შეიძლება ჰქონდეს ახალ Hilux დავიწყოთ იმით, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში აი ჭიქის ჩასადებებს აღარ აქვს ეს ხუფები და დასაფარებლები. არ არის მაგალითად ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტი, რაც მე მაგალითად Hilux-ში არც დამჭირდებოდა არასდროს, უბრალოდ დამატებითი კომფორტია. არ არის ადაპტირებადი კრუიზი. ასევე აქ კლიმატ კონტროლი არ არის და არის კონდიციონერი ჩვეულებრივად, რომ აუწიო და დაუწიო მექანიკურად, ჩვეულებრივი კონდიციონერი. USB-C პორტები აქაც არის, ხო, აქ არ არის უსადენო დამუხტვა, ანუ ტელეფონს რო დადებ და იმუხტება, ეგეც არ არის. მაგრამ არის ყველაფერი ის, რაც Hilux ჭირდება, ხო? არ არის ასევე ელექტრონული ხელისმუხრუჭი და არის ჩვეულებრივი, უბრალოდ ეხლა არა მოვწევ გზაში ვართ და მე მგონია რომ Hilux მე მერჩივნებოდა რომ Hilux-ში მქონოდა ჩვეულებრივი ეს ძველებური ამოსაწევი ხელისმუხრუჭი. სულ ეგ იყო პრინციპში. ხო და გადაცემათა კოლოფის ბერკეტის თავი არის ძალიან ესეთი სპარტანული და არა რაღაცა განსაკუთრებული ტყავით გადაწყვეტილი როგორც იყო ტოპ კომპლექტაციაში. ნუ კიდე ბევრი განსხვავებებია, მაგრამ ეხლა რო არ ჩამოთვალო და ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკო, სულ ეგ იყო. მაგრამ რისი თქმა მინდა, Toyota Hilux-ი არის ისეთი მანქანა, რომელსაც აი ეგ ყველაფერი ჭირდება თუ არა, საკითხავიცაა. მე მაგალითად აბსოლუტურად თავისუფლად და თამამად შევიძენდი რომ ყიდულობდი და რომ ჭირდებოდეს პიკაპი აი ამ დაბალ კომპლექტაციას რომელიც გაცილებით იაფიცა რა თქმა უნდა ფასზე მე კიდე ცალკე გეტყვით რაც შეეხება ძრავებს ახალი Hilux-ი საქართველოში ხელმისაწვდომი არის უკვე ორი ძრავით ერთი დიზელი ერთი ბენზინი დიზელის ძრავა არის 2 და 8 ტურბო დიზელი რომელმაც ჩაანაცვლა რეალურად 2 და 4 წინათაობის და ბენზინის ძრავა არის 2 და 7 ატმოსფერული. 2 და 8 ტურბო დიზელის სიმძლავრე არის 204 ცხენის ძალა და მაბრუნი მომენტი, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, 420 ნიუტონ-მეტრი. რაც შეეხება ბენზინის 2 და 7 ატმოსფერულ ძრავას, მისი სიმძლავრე გახლავთ, რა თქმა უნდა, ნაკლები, 166 ცხენის ძალა და მაბრუნი მომენტიც, რა თქმა უნდა, ნაკლები, კიდევ უფრო მეტად ნაკლები ვიდრე დიზელზე, 245 ნიუტონ-მეტრი. ახლა აი ამ მარტივი ციფრებიდანაც ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ დიზელის ვერსია აჯობებს ნებისმიერ შემთხვევაში თავისი სიმძლავრით და ეკონომიურობითაც. ეკონომიურობას რაც შეეხება ქარხნული ოფიციალური დაპირებით ჩვენ ტესტავთ დიზელს და დიზელზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ ძირითად ინტერესი იქნება დიზელზე, მე დარწმუნებული ვარ. ქარხნულად უწერია 8-9 ლიტრი ოფიციალური დაპირება და აი ამ ნიკორწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ამბროლაურში დავდივართ ეხა სოფლებში და სულ აღმართებში და სიცხეში და მუდმივად კონდიციონერით და ასე შემდეგ 10.1 ლიტრია 10 იყო და ამ აღმართებში მოუმატა 100 გრამი. ანუ ეს არის ფაქტობრივად აი ამის საშუალო წვა. შეიძლება რა თქმა უნდა ტრასაზე უფრო ნაკლები დაწვას და ნაკლებს დაწვავს, მაგრამ აღმართში და ჩვენ წინ ოფროუდიც გველოდება 10 გადაცდეს ცოტათი. აი ეს არის რეალურად დიზელის საწვავის ხარჯი. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, მექანიკა, ჩემი საყვარელი მექანიკა Toyota Hilux-ში რა თქმა უნდა. სხვანაირად არც ვისურვებდი მე და დარწმუნებული ვარ, ბევრი მისი მფლობელი არც ისურვებს სხვანაირად. დიზელის შემთხვევაში არის 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ბენზინის შემთხვევაში არის 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. მე ყველაზე მეტად რაც მომწონს მართვის დროს არის ის რომ Hilux-მა შეინარჩუნა ეს თავისი დაიხვეწა ყველა მიმართულებით, მათ შორის ჩარჩოს კონსტრუქცია, ძარის კონსტრუქცია, მეტი სიმტკიცე და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს მექანიკის მუშაობა, არა გადაცემათა კოლოფს, არამედ ზოგადად მანქანის მექანიკის მუშაობა იგრძნობა, როცა მას მართავ, განსაკუთრებით როცა მას მართავ ოფროუდზე, აი თითოეული გადართვის დროს
ხვდები როგორ გადაირთო და ზოგადად როგორ მუშაობს მისი მექანიკა და ეს არის ძალიან მაგარი შეგრძნება. Hilux-ი არის ერთ-ერთი ყველაზე როგორ გითხრათ, ხშირად ამბობენ ხოლმე, მგელი მანქანა ყავსო და მგელი მანქანა ყავს. რა გიგიათ ეგეთი გამოთქმა? მგელი მანქანა არის ეს. ეგეთი შეგრძნება მაქვს. სხვა არ ვიცი რომელ მანქანას შემიძლია უწოდო მგელი მანქანა. კიდევ უფრო მეტად დახვეწილი ვიდრე აქამდე იყო და ეს შეგრძნება რომ არსად არ ჩარჩები და ყველგან მიხვალ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს შეგრძნება Hilux-ში არის უნიკალური და ამიტომაც უყვარს და აფასებენ ამ მანქანას ყველგან. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, ეს არის მისი დაკიდების სისტემა, მისი საკიდარი. რა შეიცვალა? მნიშვნელოვნად დაიხვეწა ზოგადად დაკიდების სისტემა და Hilux-მა შეინარჩუნა, მაგრამ გააუმჯობესა წინა დამოუკიდებელი საკიდარი, McPherson-ი ანუ. და ასევე გააუმჯობესა ფირფიტოვან რესორებზე დაფუძნებული უკანა ღერძი. ისევ რესორებზეა მოკლედ. ოღონდ გააუმჯობესებული. განახლებულია ამორტიზატორების მახასიათებლები, ზამბარები და სტაბილიზატორი. რის შედეგადაც ახალი Hilux-ი უკეთ უმკლავდება დატვირთვებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვახავთ, რა თქმა უნდა, off-road-ის ნაწილში, ახლა მივდივართ ზუსტად იქ, რომ გამოვცადოთ Hilux-ი რთულ გზებზე, ჯერჯერობით ასფალტირებული გზა არის და იქ უკეთესად გამოჩნდება ყველაფერი, რა შეუძლია, რა გამოსდის უკეთესად. ხო, კიდევ ერთი რამ, რაც არ მინდა რომ დამავიწყდეს, ძარის კონსტრუქციას აქვს დამატებული ახალი შედუღების წერტილები, რაც თავისთავად ამცირებს ვიბრაციას და ზოგადად მანქანის სიმყარეს ზრდის. ესე იგი, მოვედით ახლა off-road-ის ნაწილში, რომელიც მოწყობილია Hilux-ისთვის და ახლა გავივლით წყალში, რომლის სიღრმე ახლა ზუსტად არ ვიცი, გარე კადრებში გამოჩნდება, მაგრამ 70 სანტიმეტრიან წყალში გავლა შეუძლია Hilux და წავედით. ესეც ასე. ეს პირველი ბარიერი გადალახულია. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ 309 მმ-იანი კლირენსი აქვს Hilux ახალს. 500 მმ-იანი აქვს ბორბლების ვერტიკალური სვლა. წინა განაკიდის კუთხე 29 გრადუსი, უკანა 24. ყველაზე მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა, არის ის, რომ როგორც კი გზას გადაცდები, ანუ როგორც კი ასფალტს მიღმა გადახვალ, მაშინ იწყებს ეს მანქანა რეალურად მაშინ გზნობს თავს როგორც საკუთარ სახლში. პირველი ტალახი აბსოლუტურად ეს მარტივად იპყრობს ყველა უგზოობის ერთი შეხედვით გადაულახავ ბარიერებს გადალახავს. კიდევ ერთი ტალახიანი მონაკვეთი. საერთოდ არანაირი. ანუ განაკიდის კუთხეების იმხელა აქვს, რომ საერთოდ არ არის არანაირი პრობლემა. არაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამაზე მძიმე off-road-იც არსებობს და გამოიცდება ეს მანქანა საქართველოში. უბრალოდ ახლა მეტი დროც არ არის. და მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით საკმარისი იყო, რაც ჩვენ ახლა ვიარეთ, სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. ახალი Toyota Hilux-ის პრეზენტაცია საქართველოში რაჭაში გაიმართა და ამ 2 დღის განმავლობაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ არსებობენ პიკაპები და არსებობს Toyota Hilux-ი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მასზე ძველია და მასზე დიდი ისტორია აქვს, სწორედ Hilux-ია ის პიკაპი, რომელმაც ამ კლასში თავისი განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა და დაუმარცხებელ პიკაპად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Hilux იყენებენ მშენებლები, სამაშველო ჯგუფები, არ ვიცი, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, მესაზღვრეები, ჯარისკაცები, ყველა, აბსოლუტურად ყველა იყენებს ამ პიკაპს და ის საქართველოშიც განსაკუთრებით პოპულარულია.
თან ჩვენ ტესტავდით ამ მანქანას ახალ მეცხრე თაობის Hilux და ხომ აქვს მნიშვნელობა სად ვტესტავდით? ვტესტავდით რაჭაში, რომელსაც Hilux-ი ძალიან უხდება. აქ ტესტ-დრაივის დროს ჩვენ ბევრი წინა თაობის Hilux-ი შეხვდა, რომელთა მძღოლებიც აი ესე გვიყურებდნენ, ახალ Hilux-ს აკვირდებოდნენ და აშკარად უდიდესი ინტერესი გამოიწვია და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ვიდეოს ძალიან დიდი ინტერესით უყურებენ ჩვენი მესაზღვრეები, ჩვენი ჯარისკაცები, სამაშველო ჯგუფები თუ ყველა, ვინც აი ამ პიკაპს ყოველთვის იყენებს. ახალი Hilux-ი არის ზუსტად მტკიცე და მარჯვე, ეს ორი სიტყვა ძალიან კარგი სიტყვებია იმისთვის, რომ გამოხატოს აი ამ მანქანის სულისკვეთება და შესაძლებლობები. რაც ყველაზე მთავარია, Hilux-ი რჩება ძალიან კარგი გამოვლობის მქონე, ძალიან ფუნქციურ მშრომელ პიკაპად და თან გახდა უფრო კომფორტული, უფრო მეტი კომფორტისა და თანამედროვე დეტალები დაემატა. ეს არის მთავარი. ჩემი მხრიდან ამ შემთხვევაში სულ ეს იყო. დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ უნდა ნახოთ. Toyota ცენტრ თბილისში, Toyota ცენტრ თეგეტაში ან Toyota ცენტრ ბათუმში. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ვიცი რომ ყველას გაინტერესებთ ფასი. ახალი Toyota Hilux-ის ფასი ოფიციალურად საქართველოში იწყება $32,000 ეკვივალენტიდან ლარში და ადის $41,000-მდე. დროებით.